მირიამ ფოფხაძე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ბატონო მირიან, პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი თქვენთან ამ თემაზე, მაგრამ მანამდე დაგვეწია ახალი ამბავი. CBS-ი წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობას დატოვებსო. რა სიახლე დაგვეწია? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციაში ტრამპი პირადად ცდილობდა, რომ რაც არ უნდა საზოგადოებრივი წნეხი ყოფილიყო მის ადმინისტრაციაზე, ის ცდილობდა როგორც წოდებული სკალპის პოლიტიკა არ გაეტარებია და არ გაენთავისუფლებია თავისი ადმინისტრაციის წევრები. ეს უკვე რაღაც ნიშანია იმისი, რომ რაღაც სერიოზული ცვლილებები ხდება ადმინისტრაციაში. ეს რას უკავშირდება თქვენი აზრით? დიდი ალბათობით ეს უკავშირდება, რაც შეიძლება ამ მომენტში ვივარაუდოთ, ეგრეთ წოდებული სიგნალის ინციდენტს, როდესაც მან ატლანტიკის მთავარი ჟურნალისტი შეიტანა იმ ჯგუფში და მას ინფორმაცია გაანდო, ეგრეთ წოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო იემენში დაგეგმულ სამხედრო ღონისძიებებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რაც შეიძლება ამ პროცესში იყოს, ის არის, რომ მან ეს შეცდომა მან დაუშვა და ის აგებს პასუხს ამ შეცდომისთვის. კი ბატონო, რომ დავუზუსტოთ მაყურებელს, CBS News-ის თეთრი სახლის უფროსი რეპორტიორი ჯენიფერ იაკობსი სოციალურ ქსელში წერს ამის შესახებ, რომ მას რამდენიმე წყარო უყვება შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და მისი მოადგილე ალექს ვონგი თანამდებობას დატოვებენო. არა და იმ სკანდალის შემდგომ, რომელიც თქვენ მოყევით ცოტა ხნის წინ, თავიდან იყო გაკეთებული განცხადებები, რომ არაფერი დაემუქრებოდა უოლცს და არ იქნებოდა ეს ასეთი ცვლილება, როგორც ჩანს ტრამპს მაინც უწევს რეაგირება. რა თქმა უნდა, რადგანაც საზოგადოების ზოწოლა ძალიან დიდი იყო, არა მარტო უოლცი, არამედ თავდაცვის მინისტრი და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაცია ჩართულია ძალიან ბევრ რეფორმაში, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან ზეწოლა ძალიან დიდია, 100 დღე გავიდა, იყო რაღაც წარმატებები, ასევე იყო წარუმატებლობები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ ჭრილში და მე ვფიქრობ, რომ რაღაცა თვალსაზრისით ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. კი ბატონო, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია თავდაცვის მდივნის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, არც ეს დადასტურდა მაშინ. ჯერჯერობით ამ მიმართულებით სიახლე არ არის ვაშინგტონიდან. დაველოდოთ დადასტურდება თუ არა CBS-ის რეპორტიორის ეს ცნობა. მანამდე უკრაინა შეთანხმება ისტორიული ასე უწოდა ბესენმა მას და პრინციპში ეს არის რამდენიმე თვიანი რთული მოლაპარაკებების დასასრული, სიმბოლურიო ასე უწოდეს CNN-ის ანალიტიკოსებმა ამ დილს და შეთანხმებას. ვის სასარგებლოდ დაიდო ეს შეთანხმება? ეს მაინც არის თუ არა უკრაინისთვის იძულებითი ხელშეკრულება თუ ორივე მხარე მიხეირა აქ? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იყო პირველ რიგში უკრაინისთვის და უკრაინის მომავლისთვის, რადგანაც ჩვენ დავინახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს პოლიტიკური მხარეა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხმამაღლა იძახის იმას, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესები უკრაინაში, სტრატეგიული ინტერესები და ის მზად არის, რომ ჩადოს მან დიდი ინვესტიცია. და ასევე მისთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი უკრაინა, სუვერენული უკრაინა და ეკონომიურად წარმატებული უკრაინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა ვივარაუდოთ, რომ ეს თავისთავად ხელს უშლის ხელს უშვებს, ხელს საშუალებას აძლევს ტრამპის ადმინისტრაციას უფრო პოზიტიურ ჭრილში გადაიყვანოს ურთიერთობა და განაახლოს სამხედრო საშუალებების მიწოდება უკრაინისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბოლო 100 დღის განმავლობაში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამ ურთიერთობას გარკვეული რაღაც ფონი და ნეგატიური ფონი დაკრავდა, მაგრამ ეს ამ შეთანხმებით რადიკალურად იცვლება, ბრუნდება პოზიტიური დინამიკა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რასაც აუცილებლად მოყვება პოზიტიური დინამიკა და რაც გადაიტარებინება შეიძლება შემდეგ მომავალ
სამხედრო დახმარების მიწოდებით. დიახ, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე გაფორმებული შეთანხმების დეტალები და აქ აღნიშნულია, რომ ეს ფონდი უზრუნველყოფს, რომ მოიპოვონ სასარგებლო წიაღისეული, ამისთვის დაფინანსებას, ასევე ინოვაციებს დანერგავს. ასევე ამ შეთანხმებიდან ქვეყნის კონსტიტუციას და ევროკავშირის წევრობისგან უკრაინის კურსს შეესაბამება ეს ხელშეკრულებაო ეროვნულ კანონმდებლობასა და უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებსაც. ყველა წიაღისეული და რესურსი უკრაინის საკუთრებაში რჩება. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და მხოლოდ ის განსაზღვრავს მოპოვების ადგილებს და პირობებს. ასევე რაც შეეხება უშუალოდ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის მუშაობას, შეთანხმება კონცენტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატების მომავალ და არა უკვე გაწეულ სამხედრო დახმარებაზე და აქ საუბარია, რომ 50% შემოსავლის უკვე არსებული ან ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტებიდან მიღებული შემოსავლების ფონდში არ გადაირიცხება, ამ ფონდის სახსრები გამოიყენება მხოლოდ უკრაინაში ინვესტირებისთვის. ასევე პირველი 10 წლის განმავლობაში მოგება არ განაწილდება, სრულად მოხდება უკრაინის ეკონომიკაში რეინვესტირება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება პარტნიორებს შორის განაწილება. ასევე პარიტეტულ საწყისებზე მართავს უკრაინა და შეერთებული შტატები ამ ფონდს. პრინციპში აქ აღარ არის საუბარი ვალზე, რასაც ითხოვდა ტრამპი პირველივე დღიდან. ესეც არის მნიშვნელოვანი ამბავი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, ეს არის პოზიტიური გადაწყვეტილება, რაც განვაცხადე, რომ ეს არის პოზიტიური ურთიერთობის გაგრძელება. და ამას უფრო ამ მომენტში ამას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით და ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე რომ დღეს ამერიკასა და ჩინეთს შორის არის ძალიან გამძაფრებული ეკონომიკური ომი, სავაჭრო ომი, რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტიც არის ტექნოლოგიები და რომლის მნიშვნელოვანი კომპონენტიც არის ეგრეთ წოდებული მინერალები, იშვიათი მინერალები და აი ამ კონტექსტში, ბრძოლის კონტექსტში ჩინეთი უნდა ხაზი გაუწოთ, რომ ჩინეთი ამ მინერალების 90%-ს არა მარტო მოიპოვებს, არამედ აწარმოებს და ექსპორტს ეწევა და ამერიკა მხოლოდ 10%-ზე რჩება და აი ამ სავაჭრო ომის პირობებში ჩინეთმა უკვე შეზღუდა მიწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მნიშვნელოვანი რეზერვები და რესურსები, მაგრამ ეს მაინც ხელს შეუშლის ტექნოლოგიების განვითარებას, ამერიკაში ეგრეთ წოდებული ელექტრომანქანების განვითარებას, ჩიპების განვითარებას, თავდაცვის საშუალებების განვითარებას და აი ამისთვის უკვე მნიშვნელოვანია, რომ ეს უკრაინის მინერალების თემა შემოდის პოლიტიკურად. რადგანაც ეს უკვე ტრამპს უკვე აძლიერებს, მის პოლიტიკას აძლიერებს და 100 დღის გასვლის შემდეგ ეს ამიტომ არის მიჩნეული ერთ-ერთი წარმატებას დღევანდელი ადმინისტრაციისათვის. კი ბატონო, რაც შეეხება ვალდებულებას და აი წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა ამერიკის შეერთებული შტატებს აქვს და გაფორმებულია ეს შეთანხმება, ის მოქმედებს და ამ დროს უკრაინა ომშია რუსეთთან. რა შეზღუდვებია ფრონტის ხაზზე ასეთ დროს? აი ეს რა დარტყმაა ეს პუტინისთვის? მოდი ასეთ შევხედოთ ამ პროცესს. უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში რამდენად არის გარანტია უკრაინისთვის რაღაც ეტაპზე? რა თქმა უნდა, ესე უკრაინაზე აქ არ არის საუბარი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიას მიცემაზე, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მიუხედავად იმისა 100 დღე გავიდა და ტრამპის ადმინისტრაციამ ძალიან დიდი დიპლომატიური, პოლიტიკური რესურსის ჩადო რუსეთთან მოლაპარაკებაში, აქ უკვე არანაირი ხელშესახების შედეგი არ არის. ადმინისტრაცია უკვე ძალიან შეშფოთებულია, ძალიან გაბრაზებულია პუტინზე. ეს ბევრ განცხადებაში ვნახეთ, სუზან ვაილის განცხადებაშიც ვნახეთ, კელოგის განცხადებაში, ასევე ტრამპის განცხადებაში და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით იცვლება. აუცილებლად შეიცვლება და მოხდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება. ჩვენ არ უნდა გამოგჭოს, რომ 2 დღის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ აცნობა კონგრესს, რომ ის პირდაპირ მიყიდვის წესით $50 მილიონი ოდენობის სამხედრო დახმარებას
უკვე პირდაპირ მიყიდის უკრაინას. ეს უკვე პოზიტიური პოლიტიკის და სტრატეგიის ცვლილება უკრაინასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთთან ურთიერთობის რაღაცა ფორმით გაცივებას და უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას და ამაზე უკვე დაშენებას და ეს რა თქმა უნდა ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინელების ეს იძლევა გარკვეულ სივრცეს იმისათვის, რომ ევროპა მოემზადოს უკრაინის დახმარებისათვის. აქვე უნდა ვიკითხოთ, თქვენ 100 დღე ახსენეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის. ეს დილი გაფორმებული შეთანხმება არის ერთგვარად ტრამპისთვის საკმარისი ამ ეტაპზე მიზეზი, რომ თქვას, რომ უკრაინას ასე უსასყიდლოდ აღარ ეხმარება შეერთებული შტატები. ეს იყო მისი ამ შეთანხმების საფუძველი ინიციირების თავიდანვე. მაგრამ რაც შეეხება, აი ჩვენ ვნახეთ, რომ რეაგირება უწევს ტრამპს მაინც ბევრ ამეზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი და იმ ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ყველას აზრს ითვალისწინებს, ყოველ შემთხვევაში პირველი 100 დღე ასეთ შაბეჭდილებას ტოვებდა. რაც უფრო დრო გავა, რაც უფრო მოახლოვდება კონგრესის არჩევნები, უფრო გახდება თუ არა ტრამპის პოზიციები, გაითვალისწინებს თუ არა უფრო ტრამპი, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო და ამ ფლანგზე პუტინისადმი კრედიტი, რომ ის მზად არის მშვიდობისთვის, რასაც ხშირად იმეორებს პუტინი, ცოტა ბოლოს კი შეეპარა, ასე ვთქვათ, სხვა ელფერი მის განცხადებებს, რამდენად ხანგრძლივი პროცესია ეს თქვენი აზრით, ვიდრე შეერთებული შტატები იტყვის იმას, რომ რეალურად პუტინს არ უნდა მშვიდობა. უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ხმები უკვე ძალიან ხშირად გვესმის ადმინისტრაციულად და რესპუბლიკური პარტიიდან, რომ უკრაინა კი არ არის დამნაშავე და კონკრეტულად ზელენსკი, პუტინია ის ადამიანი და რუსები არიან ის ადამიანები, ვისაც ომის შეწყვეტა არ უნდათ და რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ომის გაგრძელების. აქედან გამომდინარე, ზუსტად ის ხმები და ის საუბრები, რაც მე ვახსენე, ეს უკვე დაწყებულია ვაშინგტონში. ხა რაც შეეხება და დამოკიდებულება პუტინის მიმართ იცვლება და იცვლება უკრაინის სასარგებლოდ. ხა რაც შეეხება ტრამპის პასუხებს. 100 დღე გავიდა და ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაცია ბოლო 8 წლის განმავლობაში არის ყველაზე არაპოპულარული 100 დღის გასვლის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპის პოპულარობა შემცირებულია და ეს უკვე დაფიქრების საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას. ასევე პუტინთან გამართული მოლაპარაკებები პოლიტიკურად გამარჯვებად არ შეიძლება ჩაითვალოს. აი ღაზაში მიმდინარე პროცესები არ შეიძლება გამარჯვება ჩაითვალოს. ასევე სატარიფო ომი მიუხედავად მათი განცხადებისა, უკვე ამერიკა შეიძლება შევიდეს ეკონომიურ სტაგნაციის პროცესში. ამიტომ ძალიან ბევრი გამოწვევებია, ეს გამოკითხვებითაც კარგად ჩანს და მე ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციას მოუწევს ამ საკითხებზე პასუხის გაცემა და მე ვფიქრობ, ისინი უფრო ფრთხილები იქნებიან ყველა გადაწყვეტილებებში, რაც მომავალ გადაწყვეტილებებში, რაც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იქნება.